დღეს მინდა გაჩვენოთ შვედური ჩირაღნის უფრო მარტივი მეთოდი. წინაზე მედო ვიდეო, სადაც აქედან მხრიდან არის გახვეტილი, უკანა მხრიდან და ზემოდან. შიგნით დაანთებდა იწვის საათობით. ეს არის უფრო მარტივი მეთოდი. აქაც მაქვს ფიჭვის მორი, რომელიც ნაჯახით გავყავი 4-ად, მე შუაგული გავაფართოვე, ასევე ეს მხარე, მხოლოდ ერთი მხარე და გაჩვენებთ ახლა როგორ უნდა დაანთოთ. შიგნით ჩაყრით კვარიან რაც იქნება, შიგნეულობა რაც უკვე გამოთალეთ. აქ მაქვს მარტივად აალებადი ვაზელინის ბურთულები, რომელიც დიდხანს იწვის. შანსი აღარ ჩაქრება, ზემოდან როგორც წეგან გითხარით, ესენი დაამატეთ და ეს ავიღო ახლა არ დაიწოს. ჩემი საყვარელი დანა. და ეგ არის. ეს არის ჩვენი შვედური ჩირაღდანი. აუდ უფრო მარტივი მეთოდი. იწვის დიდხანს საათობით და ზემოდან რასაც გინდა დაადგამ ქვაბი, ტაფა, ნებისმიერი რამე და რასაც გინდა მოახერხებდა, წაისხო მაგტოს თუ არ გამარტყო, გაიქნება. ამ შემთხვევაში ტაფა უნდა დავადგამე.